ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი. მე გახლავთ მეფე ფარნავაზი. სანამ გამემდებოდი, ბევრი ბრძოლა გადავიტანე. 3 წელს ვიყავი, როდესაც მამა მომიკვეს. დედამ კი თებში გავხიზნა. წვები გადიოდა. სულ სამშობლოზე ვდადოვდი. მე ღმერთ მაცხარი შემიწყო და განძი მაპოვლინა. რითიც იარაღი შევიძინეთ მე და ქუჯიევის თამა. შემდეგ მე და ქუჯიმ გაერთიანებული ჯარებით მტევი დავამაცხე და ქართლის სამეფო გავაერთიანეთ. შემდეგ ქართული არმანი შექმნილი და ქართული ენა განვაცხე. ესე ფარნავაზი იყო პირველი მეფე მხედარი და მწიგნობარი. ქართული ღმერთის პირველ ხიველი, მის სამსხვერპლზე პირველ წილველი. ქართული ენის შემადგენელი, უკვდავის ჩემა მკობარი. მეფე მხედარი და მწიგნობარი. ესე ფარნავაზი იყო პირველი. ამან განაცო სიტყვა ქართული და დაკარიბჭისანი. სხვა ენა აღარ ისახებოდა ქართლში თვინია ქართლისა. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ადრე ჩვენ თაყვანს სევდით არმას, კერპებს, გაცსა და გაის. და ნინო, რომელიც ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს ახდენდა. მათ მიხსნა განუგუნებელი სენისაგან. მაშინ ქრისტიანობა აღიარა და მოგინათლა. ჩემ მეფობის დროს ქვეყანა გაქრისტიანდა. მე არ ამჯეროდა ქრისტეს სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე სასწაული. ერთხელ სანადიროდ ვიყავ წასული და უეცრად ჩამომივიდა. უხრან ტყეში მარტო დავჭი. საშველად უხმა ყველა კერპს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მე რაშველად ინოს ღმერთი ქრისტეს თხოვე და უცბად ყველაფერი განაცხადა. ამ სასწაულის შემდეგ მოუნათლე და ხალხიც მოინათლა მყარში. ავაშენე პირველი ქრისტიანული ეკლესია ჩვენი ცხოველი.